დღეს ჩვენ მოვედით ქუთაისის მერიასთან, რადგან ქუთაისის მერიის თანამშრომლებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ელოდებათ მათ საჯარო მოხელის შესახებ კანონის ფარგლებში, რაც ეხლა ხან მიიღო ქუთაისის საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტის წევრებმა. ამით მათ ემუქრებათ ის, რომ გაანთავისუფლებენ გაფრთხილების გარეშე, გაანთავისუფლებენ ანაზღაურების გარეშე, გაანთავისუფლებენ ისე, რომ აღდგენას ვერ მოახერხებენ სამსახურში, შესაბამისად დარჩებიან უმუშევარი, დასანქცირებულ და ოლიგარქიულ საქართველოში და ამიტომ ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ დროულად გადმოვიდნენ ქართველი ხალხის მხარეს, დროულად გადმოვიდნენ იმ მხარეს, რომელ მხარესაც სრულიად ცივილური სამყარო უჭერს მხარს. ეს ადამიანები, ვინც აქ მუშაობენ, არიან ხალხის სამსახურში, უნდა იყვნენ ყოველ შემთხვევაში და გვინდა რომ შევახსენოთ ეს მათ და ისეთი კანონები მივიღეთ ბოლო დროს ქვეყანაში, რომ არც ისინი არიან უსაფრთხო, ყველასთან მივა რეჟიმი და ამის შესახებად გვევართ ჩვენ დღეს აქ. ევროინტეგრაცია არა მარტო კონკრეტული ვიღაც პიროვნების ინტერესი არ არის, არამედ საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს. აქ უნდა იყოს ჩართული როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ასევე საჯარო მოხელე და ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ქართული სახელმწიფოში მოხდეს ევროპული ცვლილებები და მოხდეს ევროინტეგრაცია. და არა მარტო თქვათ ოპოზიციური პარტიები და თქვათ ალტერნატიულად განწყობილი ადამიანები, ყველანი, საჯარო მოხელეებიც და ყველანი. საჯარო სამსახურში მყოფი მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაანთავისუფლონ სამსახურიდან და ვერ იჩულებენ სასამართლოში, კიდე სასამართლოში საქმის შეტანა თანამედროვე პირობებში კი იცით ახლა რამდენად სასაცილო და კომიკურია, მაგრამ მათ არ ექნებათ ამის საშუალება, რომ იდაონ. ამიტომ მათი ასე ვთქვათ უფლებები ირღვევა ყველანაირად და მომავალშიც დაარღვევენ მათ უფლებებს. ამას ჩვენ დარწმუნებული ვართ. თუ ასე გაგრძელდება. უკვე მეორე თვე სრულდება, რაც პროტესტი მიმდინარეობს და სრული იგნორი, რაც არ ჩაკეტილობა სუფევს ამ შენობაში და რა თქმა უნდა ეს ახალი არ არის ჩვენთვის, ეს გულგრილობა ნამდვილად არ არის რაც უცნაური გამონაკლისი. დიდი ხანია მერია არა მარტო ქუთაისის, არამედ სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტების მერია არ ემსახურება ხალხის ინტერესს და ეხლა აი ამ კრიზისში, როცა ქართული ოცნება უკვე საჯარო მოხელეების შესახებ კანონის ცვლილებით ხმამაღლა ამბობს, რაც დიდი ხანია, როგორც პრაქტიკა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, აი გვინდა რომ ამ ადამიანების პოზიციები მოვისმინოთ. რას ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რას ფიქრობენ პოლიციურ ტერორსა და ძალადობაზე, სიტყვისა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ჟურნალისტების დევნასა და ყველა კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაზე და უბრალოდ ჩვენი მხრიდან ეს არის ერთგვარი შეხსენება, რომ ეს დაწესებულება არ არის ერთი ოლიგარქის რაც სამსახურში მყოფი რაღაც შენობა, დაწესებულება. ეს შენობა და აქ დასაქმებული ადამიანები უნდა გვემსახურებოდნენ ჩვენ ხალხს და იმედი მაქვს, რომ რაღაცას მაინც იკადრებენ დღეს აქ დასაქმებული ადამიანები და რაც ნაწილი მაინც გამოიჩენს ღირსეულ პოზიციას და გაბედავს ხმამაღლა იმ უსამართლობის დაგმობას, რაშიც აღმოგვაჩინა ჩვენმა თვითმარქვია ხელისუფლება. და ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამათ ჩახერგეს გზები უკან დასახევენ. უკან დასახევ გზა საქართველოს აღარ არსებობს და მგონია, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმას, რომ რუსეთი კი, ანუ ეს სიტყვა კი კლიშედ იქცა და რაღაცნაირად თითქოს თქმასაც აზრი აღარ აქვს და ადამიანებს ისე ხვდებათ ყურში, რომ რეაგირება არ აქვთ, მაგრამ რეალურად ის, რაც რუსეთში ხდება, ანუ პოლიციური რეჟიმი, რომელიც იქ არსებობს და სახელმწიფო, რომელიც ადამიანს სტრესს და თავისუფლებას აღარ უტოვებს, ზუსტად იგივე ვითარდება ჩვენში, ნაბიჯად, ზუსტად რუსეთში როგორც განვითარდა მოვლენები, ცოტა ვინც გადახედავს ისტორიას 2010-12 წლიდან დღემდე ის ხდება აქ, რაც რუსეთში ხდებოდა და ჩვენ თუ იმაზე მე ძალისხმევას არ გამოვიჩენთ, ვიდრე რუსებმა გამოიჩინეს და იქაც დიდი წინააღმდეგობა იყო და ბელორუსებმა გამოიჩინეს, მაშინ აღმოჩნდებით ზუსტად იმავე პირობებში, რაშიც ისინი არიან დღეს. და საქართველოსთვის ამან შეიძლება რაღაცა 10 წლეულობით და დეკადებით დააგვიანოს ცივილიზაციური სამყაროს ნაწილად ქცევა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებით, მოსამართლეებით და საერთოდ ნებისმიერი ადამიანი მისი ვალდებულებებისგან დამოუკიდებლად და მიუხედავად ვალდებულია რომ რაღაც მაინც გააკეთოს და ხმა იმაღლოს ამ ყველაფრის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული სამყაროს ნაწილად ქცევისთვის ადამიანები კვდებოდნენ და ვიღაცას თუ ვიცი რომ ამ ქვეყანაში ისეთ პირობებია შექმნილი რომ ხელფასზე უარისხმაც ძალიან რთულია და ესეც კიდე ამ ხელისუფლების დამსახურებაა და მათი პირდაპირ მიზანია რომ მათზე ისე დამოუკიდებულებად გვაქციან რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება არ გქონდეს, მაგრამ
თუ ახლა არ გავბედავთ, დადგება დრო, როცა გაბედვასაც აზრი აღარ ექნება და ეს დრო არ დადგეს, ამიტომ უნდა მოიღოს ახლა ყველა მხარე მათ შორის ამხახვა.